Coca-Cola Bottlers, Georgia, McDonald's, საქართველო, Daily, Spar, Georgia, Magneti, Macticomi, PSP. ეს არის იმ კომპანიების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც რაოდენობაც უკვე 750-მდე გაიზარდა. მათი რიცხვი, რომლებიც არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების ახალ წლამდე გათავისუფლებას ითხოვენ. კომპანიებმა საკუთარი პოზიცია ახალ პლატფორმა Free Business G-ზე დააფიქსირეს, რომელიც სტარტაპერმა გიორგი ჩუგოშვილმა შექმნა და როგორც BMG-ისთვის არის ცნობილი, ამ დროისათვის Free Business გუნდის ვერიფიკაციას 800-ზე მეტი, ზუსტად 802 კომპანია გადის, რომელთაც პლატფორმაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ითხოვეს. სრულად კი პლატფორმის მოთხოვნებთან მიერთების მზაობა არის 1400-ზე მეტი კომპანიის მხრიდან გამოთქმული. სწორედ ამ კომპანიების რიგებში არის OnePoint-იც, რომელიც უერთდება თავისუფალი ბიზნესების ინიციატივას და მხარს უჭერენ საერთო მოწოდებას არსებული ვითარების სასწრაფო დეესკალაციისათვის. ნინო ნიაური, OnePoint-ის მმართველი პარტნიორი უკვე შემოუერთდა საქმე ინდილას სტუდიას და ნინოსთან ერთად ვაგრძელებთ ახლა საუბარს. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მადლობა მოწვევისთვის. თქვენი დროისთვის. ნინო, პირველ რიგში შევაფასოთ პლატფორმა, რომელიც გიორგი ჩუგოშვილმა გასულ უქმეებზე შაბათ დღეს შექმნა და მას შემდეგ წუთობრივად ემატებიან იმ კომპანიების ჩამონათვალი იზრდება, რომლებიც უჭერენ მხარს ამ ორძილითად მოთხოვნას და რატომ მაგალითად ამ შემთხვევაშიც OnePoint? პირველ რიგში მადლობა მინდა გიორგის უთხრა იმისთვის, რომ ესეთი პლატფორმა შექმნა. დღეს ისეთი გარემოება გვაქვს, როცა ყველა პლატფორმაზე, ყველა საშუალებით უნდა რაც შეიძლება მეტი ვისაუბროთ ამ თემაზე, იმიტომ რომ ეს არის მე მგონი ნომერ პირველი პრიორიტეტი დღეს საქართველოში. სხვა ამოცანა და სხვა მიზანი დღეს ჩვენ არ გვაქვს. ბიზნესმა უნდა ამოიღოს ხმა აუცილებლად, იმიტომ რომ ბევრი გარემოება არსებობს ამისთვის, ხო? ანუ რას ნიშნავს ახლა ეს პასუხისმგებლიანი ბიზნესი? პასუხისმგებლიანი ბიზნესი არ არის მხოლოდ ეკონომიკური პასუხისმგებლობა, ხო? ან სამართლებრივი, ან შრომით სამართლებრივი. პასუხისმგებლიანი ბიზნესი არის ასევე სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ხო ესეა? ანუ სამოქალაქო პასუხისმგებლობის აღების გარეშე დღეს ბიზნესი ვერ იარსებებს უბრალოდ, იმიტომ რომ ეს ამდენი ადამიანი, ამხელა ენერგია, რომელიც დღეს გარეთ დგავართ და გამოხატავთ ჩვენ პოზიციას და აქ მინდა აუცილებლად აღნიშნო ერთი რაღაც ვისარგებლო ამ შემთხვევით და მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვინც იქ დგას, რადგან აქ მარტო ფიზიკურ ძალადობაზე არ არის საუბარი, აქ ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ ძალადობაზეა საუბარი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე, რომ ამას გავუმკლავდეთ. ხელისუფლება დღეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება დღეს ფსიქოლოგიურად ძალადობს ჩვენზე, იქ მდგომ ადამიანებზე, რომელსაც უნდათ ევროპული მომავალი და რას ნიშნავს ეს, ხო? ანუ სამი ძირითადი ფაქტორია, როცა შეიძლება დემორალიზაცია მოახდინო ადამიანის და აი ამ სამივე ფაქტორს ძალიან წარმატებით იყენებენ. ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ესეთი ფაქტორები არსებობს, რომ ამას გავუმკლავდეთ შემდგომ უკვე როცა გვეცოდინება, ხო? ერთი რაც არის, რომ გაურკვეველ მდგომარეობაში გვამყოფებენ, ანუ ჩვენ არ ვიცით რა შეიძლება ველოდოთ, ან რა ვადაში შეიძლება ველოდოთ. და ეს გაურკვევლობა არის ხელოვნურად შექმნილი. მეორე რაც არის ეს აბსურდების თეორიას რო გვახვევენ თავზე და აი ყოველ ჯერზე ხშირად გაგვიგია ხო საუბრებში რომ აი კიდევ ამაზე მეტი რაღა უნდა სისულელე რაღა უნდა თქვან ხო ეს აბსურდების მოწოდება ჩვენ twins ანუ ურევს ლოგიკური აზროვნების შესაძლებლობას არ აძლევს და ეს ჩვენზე ძალიან ცუდად მოქმედებს და მესამე და ყველაზე მთავარი რაც არის იგნორირება რასაც ეგრეთ წოდებული ხელისუფლება გვიკეთებს ანუ იგნორირება პრაქტიკულად გვეუბნებიან რომ თქვენ არ არსებობთ 100,000-ობით ადამიანს გვეუბნებიან რომ არ არსებობთ. Რა თქმა უნდა ამის წინააღმდეგ უნდა გავილაშქროთ ბიზნესი ამაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს იმიტომ რომ ბიზნესიზე გავლენა ყველანაირად გავლენას ანუ ჩვენ ახლა ვიცით თქვენც ყავდათ სტუმრად მოწვეული სხვა ბიზნეს წარმომადგენელი რომელთა ეკონომიკურ გარემოებებზე უკვე იმოქმედა ამ ყველაფერმა ხო ანუ ეს ყველაფერი აისახება ყველა დონეზე სოციალურ დონეზე ეკონომიკურ დონეზე და რა ვიცი ამაზე გაჩერება არაფერთ არ შეიძლება რას ხედავთ აქედან ანუ გამოსავალს აი მაგალითად OnePoint-ის მაგალითაც რო ვისაუბროთ ერთია რომ შეიძლება დააფიქსირო პოზიცია მაგრამ აი ამის მიღმა მერე უკვე რა ხდება ანუ რა უნდა გააკეთოს უკვე ბიზნესმა
გამოსავალი არის ერთადერთი დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და სასწრაფოდ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული რეჟიმის მსხვერპლი დაკავებული ადამიანი, ხო? ამის იქით მოთხოვნა დღეს არ და ვერ გვექნება. ეს არის კი, ეს არის პირველ რიგში რაც უნდა დავაყენოთ საკითხი. ამ დღეს ეს გვაქვს მოთხოვნა. რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი პრობლემა, ამას არავინ არ უარყოფს ბიზნესისთვისაც და სოციალურ გარემოშიც, ხო, მაგრამ დღეს ეს არის პრიორიტეტი და ამაზე უნდა გავაკეთოთ მაქსიმალური აქცენტი. და ჩვენც ბიზნესიც ამას ვამბობთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში მალე 3 კვირას მიუახლოვდება თვლით ის თარიღები, საზოგადოების ნაწილი იკრიბება რუსთაველის გამზირზე. ამ თვლაში, ისევე როგორც ზოგადად არითმეტიკაში, საკმაოდ უჭირთ თვლაში პრობლემა. ხელისუფლების წარმომადგენლებს, უпроსოდ მართველი პარტიის წარმომადგენლებს, იმიტომ რომ ხო ეს მართალია, ეს ისტორიული ფაქტია, ეს არ არის წლევანდელი თემა მარტო, თვლა ნამდვილად არ ყოფილა არითმეტიკა მათი ძლიერი მხარე არასდროს. ყოველთვის იმართება რაღაც ტიპის საუბრები რუსთაველის გამზირზე და ეს საუბრები არის არა იმდენად გამოსავალთან დაკავშირებულ ძიებაზე, არამედ როგორ წავიდეს ეს ყველაფერი წინ, როგორ ტრანსფორმირდეს საიმისოდ, რომ იმ მშვიდობის მოყვარულ განსაკუთრებულ ადამიანებს, რომელთა შორის ძალიან ბევრია საქმიანი, მსგავსად თქვენისა, სიძებად საქმიანი ხალხია. ზუსტად. და იქ აქეთკენ მიმყავს ნინო. ჩვენი გვხედავთ საქმიანი საზოგადოების ძალიან დიდ წარმომადგენლებს. და დროშიც ესე ემთხვევა. ყველა ნერვიულობს რაღაცაზე, და მე უცბად 9 საათიდან იწყება მოდინება და 10 საათზე ადის პიკზე და ვიდრე შუაღამემდე ხალხი ადგილზეა. თავარი რა გამოიტანეთ ამ არასრული 3 კვირის მანძილზე იქ პირადად თქვენ, სადაც ხედავთ ბევრ თქვენ პარტნიორ კომპანიას, ბევრ თქვენ ბენეფიციარ კომპანიას, ბევრ თქვენ კლიენტს. რა ერთიანებს ამ ხალხს იმ საუბრებისას, გარდა იმ ორი მოთხოვნისა, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. პრაქტიკულად იქ ჩვენ ხედავთ ძირითადად დასაქმებულ სწორედ იმ ადამიანებს, ვინც დღეს ქმნის რაიმე ეკონომიკურ სიკეთეს საქართველოში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დილით მუშაობენ სამსახურში და საღამოს აქვთ მეორე სამსახური, რომელიც არის ქვეყნის სამსახური. და ამ გარემოებებში, ანუ იქ ვიცით, მე მინდა რომ კიდევ ერთი ესეთი სურვილი გამოთქვა იმ მოსახლეობის მიმართ, ვინც ამ ყველაფერს რაღაცნაირად ოპოზიციურად ჩვენ, ანუ ამ ადამიანების წინააღმდეგ არიან, ხო? აი არ დაგვიჯერონ არც ჩვენ, არც ტელევიზია, არავის არ დაუჯერონ. უბრალოდ თვითონ გამოვიდნენ და თვითონ ნახონ რუსთაველზე ვინ დგას და რას აკეთებს ეს ხალხი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იქ ჩვენ შევხვდებით სწორედ აი არ ვიცი, ეგეთი ნათელი რეალურად თუ კი გინდა რომ მართლა რაღაც იმედი გაგიჩნდეს ადამიანს, უნდა გახვიდე რუსთაველზე და დადგე და ამ ადამიანებს უყურო. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ მომავალზე, რომლებიც ქმნიან ამ მომავალს და რომლებიც იძახიან რომ არა, აი სხვათა შორის გაზაფხულის აქციების მერე ძალიან ბევრი ადამიანი გვეუბნებოდა რომ ეხლა თქვენ იცით რომ შეხება გვაქვს ძალიან ბევრ პროფესიონალთან, ხო? ბევრი გვეუბნებოდა რომ ამ ქვეყანაში გაჩერება აღარ მინდა და ბევრიც ფიქრობდა წასვლას. აი ახლა იქ ვინც დგას ხალხი, ისინი პირიქით უკვე იმდენად დიდი მუხტია, რომ ეს ადამიანები ამბობენ, არც ჩვენ არსად არ წავალთ და ჩვენ სამშობლოს არავის არ დაუთმობთ. ჩვენ აქ დავრჩებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე და მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე. იმიტომ რომ ეს არის უპირობო მოცემულობა. გამოსავალი სხვა. წარმატებები ნინო. მადლობა ძალიან დიდი. წარმატებები საქართველოს, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამ ჯერზეც გაიმარჯვებს და იქნება წარმატებული და ჭეშმარიტად ევროპული ქვეყანა და არა ისეთი, როცა წამყვანი ევროპული სახელმწიფოები თუ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები პირდაპირ მიგვითითებენ, რომ ყავს ცრუ მართველი პარტია თავისი განცხადებებით. ნინო ნიაური, One Point-ის მართველი პარტნიორი, მადლობა მას მობრძანებისთვის. მადლობა. მადლობა.